რა არის ბირთვული ბატარეა? დღეს ვისაუბრებთ ბატარეის ერთ ძალიან სპეციფიკურ, ციფრიკურ და ნაკლებად ცნობილ ტიპზე, რომელიც აბარაგებს კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვან მისიებს ბირთვულ ბატარეაზე. ოდესმე დაფიქრებულ ხარ, როგორ მუშაობენ კოსმოსური ზონდები, რომლებიც 10 წლეულებია მოგზაურობენ კოსმოსში და ასე შორს არიან მზისგან. იმისათვის, რომ გავიგოთ რა არის ბირთვული ბატარეა, ჯერ უნდა გავიგოთ ის ფუნდამენტური კონცეფცია, რაზეც ის დაფუძნებულია. რადიოაქტიური დაშლა. ალბათ გსმენია რადიაციის შესახებ, ხომ ასეა? რადიაციას ასხივებენ არასტაბილური ელემენტები, რომლებიც ცდილობენ უფრო სტაბილურ მდგომარეობაში გადავიდნენ. როდესაც ატომის ბირთვი არასტაბილურია, ის თვითნებურად ასხივებს ნაწილაკებსა და ენერგიას, რათა მიაღწიოს უფრო სტაბილურ კონფიგურაციას. ეს პროცესი ცნობილია როგორც რადიოაქტიური დაშლა ან ბირთვული დაშლა. როდესაც ეს ხდება, ელემენტი ხშირად გარდაიქმნება სხვა ელემენტად, რადგან ბირთვს პროცესში შეიძლება პროტონები დაეკარგოს. მაგრამ რა კავშირი აქვს ამას ბატარეასთან? საქმე ისაა, რომ დაშლის დროს გამოყოფილი მთელი ეს ენერგია შეიძლება გამოვიყენოთ ელექტროენერგიის წარმოებისთვის. წარმოიდგინე ბუნებრივი პროცესი, რომელიც ენერგიას ბუდმივად გამოყოფს დატენვის გარეშე, გარესაწვავის გარეშე, უბრალოდ ბუნება თავის საქმეს აკეთებს. ბირთვული ბატარეა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი, ანუ RTG, არის მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს რადიოიზოტოპის რადიოაქტიური დაშლის შედეგად გამოყოფილი სითბოს გამოყენებით. მაგრამ მოდი ცოტა გავამართლოთ. ჩვეულებრივი ბატარეისგან განსხვავებით, რომელიც ინახავს ქიმიურ ენერგიას და მას ნელ-ნელა გამოყოფს სანამ არ დაიცლება, ბირთვული ბატარეა იყენებს რადიოაქტიური ელემენტების დაშლის ბუნებრივ ენერგიას უწყვეტად. მაგრამ ეს ზუსტად როგორ მუშაობს? იდეა მარტივია. როდესაც რადიოიზოტოპი იშლება, ის გამოყოფს სითბოს. ეს სითბო იჭერება და გარდაიქმნება ელექტროენერგიად თერმოელექტრული პროცესის მეშვეობით. წარმოიდგინე სპეციალური მასალა, რომელსაც შეუძლია ტემპერატურის სხვაობა ელექტროენერგიად გარდაქმნას. როდესაც ამ მასალას ათავსებ ცხელ წყაროსა, ეს ისეა, თითქოს პატარა რადიოაქტიური მზ კონდეს კაფსულაში, რომელიც მუდმივად ათბობს სპეციალური მასალის ერთ მხარეს. ეხლა უკეთ გავიგოთ, როგორ იჭერს სითბოს და გარდაქმნის მას ელექტროენერგიად. რადიოიზოტოპი თავსდება ძალიან კარგად დაცულ დანცავ კაფსულაში. ეს რადიოიზოტოპი ბუნებრივად იშლება და გამოყოფს ალფა ან ბეტა ნაწილაკებს, რომლებიც ეჯახებიან გარშემო ატომებს და წარმოქმნიან სითბოს. ეს სითბო არ იკარგება. ის იჭერება მასალის მიერ, რომელსაც თერმოწყვილი ან თერმოელექტრული ელემენტი ეწოდება. თერმოწყვილი ძირითადად არის მოწყობილობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან შეერთებული ორი სხვადასხვა მასალისგან. როდესაც თერმოწყვილის ერთ მხარეს ათბობთ და მეორე მხარეს ცივს ტოვებთ, ცხელი მასალის ელექტრონები იღებენ ენერგიას და იწყებენ ცივი მხარისკენ მოძრაობას. ელექტრონების ეს მოძრაობა ზუსტად ისაა, რასაც ელექტროდენად უწოდებთ. რაც უფრო დიდია ტემპერატურის სხვაობა თერმოწყვილის ორ მხარეს შორის, მით უფრო დიდი იქნება წარმოქმნილი ელექტრული დენი. კოსმოსში თერმოწყვილის ცივი მხარე უკიდურესად ცივია, რადგან კოსმოსი ვაკუუმია და იქ ჰაერი არ არის, რომ სითბო გადაიტანოს. ეს ქმნის ტემპერატურის უზარმაზარ სხვაობას ცხელ მხარესა და ცივ მხარეს შორის. ცხელი მხარე თბება რადიოაქტიური დაშლით, ხოლო ცივი მხარე გრინდება კოსმოსის გავლენით. ტემპერატურის ეს სხვაობა სწორედ ისაა, რაც ბირთვულ ბატარეას კოსმოსში ასეთ ეფექტურს ხდის. თუ ოდესმე გქონიათ შეხება პელტიეს ელემენტთან, რომელიც გამოიყენება ზოგიერთ მაცივაში, გაგრილების სისტემებსა და წყლის ფილტრებში, ის ზუსტად თერმოწყვილია. უბრალოდ ამ შემთხვევაში მასში ელექტრულ დენს ვუშვებთ, რათა ტემპერატურის სხვაობა შევქნათ, სადაც ერთი მხარე ცხელდება, ხოლო მეორე ცივდება. მაგრამ თუ ამ პელტიეს ელემენტს გამოაერთებთ, ერთ მხარეს გააცხელებთ და მეორე მხარეს გააცივებთ, თუ პასტილაზე მულტიმეტრს გამოიყენებთ, დაინახავთ, რომ ის ტემპერატურის სხვაობის შედეგად ორ მხარეს შორის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ბირთვულ ბატარეებში ყველაზე ხშირად გამოყენებული რადიოიზოტოპებია პლუტონიუმი 238 და ნიკელი 63.
პლუტონიუმი 238 ფართოდ გამოიყენება კოსმოსურ გამოყენებებში, რადგან ის გამოყოფს ალფა ნაწილაკებს, რომლებიც შედარებით მარტივად იზოლირდება და დიდი რადიაციული რისკი არ აქვს, თუ მოწყობილობა კარგად არის დალუქული. როდესაც პლუტონიუმი 238 იშლება, ის მრავალი წლის განმავლობაში მუდმივად გამოყოფს სითბოს. მას აქვს ის, რასაც ნახევარდაშლობის პერიოდს ვუწოდებთ, 87 წელი, რაც ნიშნავს, რომ თავდაპირველი რაოდენობის ნახევრის დაშლას 87 წელი სჭირდება. ეს უზრუნველყოფს, რომ ბატარეა 10 წლეულების განმავლობაში აგრძელებს სითბოსა და ელექტროენერგიის გამომუშავებას. რაც შეეხება ნიკელის 63-ს, ის გამოყოფს ბეტა ნაწილაკებს და გამოიყენება უფრო თანამედროვე დანიშნულებებში, მცირე მასშტაბის ბატარეებში. მას აქვს 100 წლიანი ნახევარდაშლის პერიოდი, რაც მასაც ხდის შესაფერისად ხანგრძლივი გამოყენებისთვის. მაგრამ რა არის ამ ბატარეების მთავარი უპირატესობა? ისინი შეიძლება მუშაობდნენ 10 წლეულების განმავლობაში დატენვის საჭიროების გარეშე. სადაც ჩვეულებრივი ბატარეა მუშაობს საათები ან დღეები, ბირთვული ბატარეა შეიძლება უზრუნველყოფდეს ენერგიას 50 წლის ან მეტის განმავლობაში გამოყენებული რადიოიზოტოპის მიხედვით. წარმოიდგინეთ ბატარეა, რომელსაც მოწყობილობაში ჩასვამ და ნახევარი საუკუნის განმავლობაში აღარასდროს გიწევთ მის გამო ფიქრი. მაგრამ შეიძლება იკითხოთ, სად გამოიყენება ეს ბატარეები? ყველაზე შთამბეჭდავი პასუხი კოსმოსში. კოსმოსური ზონდები Voyager 1 და Voyager 2, რომლებიც 1977 წელს გაუშვეს და დღემდე აგზავნიან მონაცემებს დედამიწაზე, ბირთვული ბატარეებით იკვებებიან. Voyager 1 დედამიწიდან 26 მილიარდ კილომეტრზე მეტ მანძილზეა, რაც დედამიწის 1 დღის სინათლის მანძილს უდრის. კოსმოსის იმ რეგიონში, სადაც მზის სინათლე იმდენად სუსტია, რომ მზის პანელები საკმარის ენერგიას ვერ გამოიმუშავებენ. ბირთვული ბატარეების გარეშე ეს ზონდები დიდი ხნის წინ შეწყვეტდნენ მუშაობას. კიდევ ერთი შთამბეჭდავი მაგალითია როვერი Curiosity, რომელმაც მარსი გამოიკვლია. ისიც ბირთვული ბატარეით იკვებებოდა მისი მისიის განმავლობაში. მარსის ზედაპირზე მზის სინათლე ძალიან სუსტია, რომ მზის პანელებმა საკმარისი ენერგია გამოიმუშაონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მტვრის ქარიშხლები შეიძლება კვირეობით გაგრძელდეს. ბირთვულმა ბატარეამ უზრუნველყო, რომ როვერი მუშაობას აგრძელებდა ასეთ უკიდურეს პირობებშიც კი. კოსმოსური მისიების გარდა ბირთვულ ბატარეებს მედიცინაშიც აქვს გამოყენება. ზოგიერთი გუნის პეისმეიკერი მაგალითად წარსულში 1970-იან წლებში ბირთვული ბატარეებით იკვებებოდა, რაც უზრუნველყოფდა მოწყობილობის მრავალწლიან მუშაობას ოპერაციის გარეშე, ჩანაცვლების საჭიროების გარეშე. თუმცა საბოლოოდ ისინი ლითიუმის ბატარეებით ჩანაცვლდა. ბირთვული ბატარეების მაღალი ღირებულებისა და იმ დროის სქემების მოძველების გამო. დღესდღეობით მკვლევარები ავითარებენ ამ ბატარეების ახალ გამოყენებებს დისტანციურ სენსორებში, კვლევით რობოტებში და კვლავას იმპლანტირებად სამედიცინო მოწყობილობებში. წარმოიდგინეთ სენსორი, რომელიც განთავსებულია ანტარქტიდის შორეულ რეგიონში კლიმატის ცვლილებების მონიტორინგისთვის. ამ სენსორს წლების განმავლობაში უწყვეტად მუშაობა სჭირდება. გარემოში, სადაც ბატარეების რეგულარული შეცვლა შეუძლებელია და ბირთვული ბატარეა ამ შემთხვევაში იდეალური იქნებოდა. ჩინელმა მკვლევარებმა ახლახან წარმოადგინეს ბირთვული ჰიბრიდული ბატარეის ახალი პროტოტიპი, რომელიც აერთიანებს რადიოაქტიურ დაშლას და ფოტოვოლტურ ტექნოლოგიას, რაც ამ მოწყობილობების ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდასრო გაზრდასპირდება. რუსი მკვლევარებიც ავითარებენ ბირთვული ბატარეების ახალ ტექნოლოგიებს მედიცინასა და კოსმოსურ მოგზაურობებში გამოსაყენებლად. მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა განმარტოთ. ბირთვული ბატარეა არ არის ბირთვული რეაქტორის მინიატურული ვერსია. ის არ იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, როგორც ბირთვულ რეაქტორში. ამის ნაცვლად ის უბრალოდ იყენებს რადიოაქტიური დაშლის ბუნებრივ სითბოს. ეს ნიშნავს, რომ აფეთქების ან უკონტროლო რეაქციის რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, თუ ელემენტის კონტეინერი დალუქულია. ეს განსხვავება ფუნდამენტურია. ბირთვულ რეაქტორში თქვენ გაქვთ ჯაჭვური რეაქცია, სადაც ნეიტრონი იწვევს ბირთვის გაყოფას, რაც გამოყოფს მეტ ნეიტრონს, რომლებიც იწვევენ კიდევ უფრო მეტ გაყოფას და ასე შემდეგ, პროცესში, რომელიც შეიძლება იყოს კონტროლირებადი ან უკონტროლო. ბირთვულ ბატარეაში უბრალოდ ატომები ბუნებრივად იშლება ჯაჭვური რეაქციის გარეშე. ეს გავს განსხვავებას კონტროლირებად კოცონსა და ტყის ხანძარს შორის. გარდა ამისა, თანამედროვე ბირთვული ბატარეები შექმნილია მრავალფენიანი დაცვის სისტემით. რადიოიზოტოპი მოთავსებულია მასალებში, რომლებიც ბლოკავს გამოსხივებას, რაც მოწყობილობას უსაფრთხოს ხდის, როგორც მასთან მუშაობისთვის, ასევე ტრანსპორტირებისთვის. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა.
რატომ არ ვიყენებთ ბირთვულ ბატარეებს ყველაფერში? პასუხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, წარმოების ღირებულება ძალიან მაღალია. ბირთვული ბატარეა $10,000 ფიხს, მაშინ როცა ჩვეულებრივი ბატარეა მხოლოდ რამდენიმე $. მეორე, არსებობს მკაცრი რეგულაციები რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირებასა და გამოყენებაზე. მესამე, უმეტეს მიწიერ დამოყენებებში სხვა ენერგიის წყაროები უფრო პრაქტიკული და ხელმისაწვდომია. ბირთვული ბატარეები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ვარიანტები არ მუშაობს, მაგალითად, ხანგრძლივ კოსმოსურ მისიებში ან ექსტრემალურ გარემოში, სადაც სხვა ენერგიის წყაროები არ არის შესაძლებელი. თუ სახლში კედლის საათისთვის ენერგიის მიწოდება გჭირდებათ, ჩვეულებრივი ბატარეა ბევრად უფრო პრაქტიკულია. მაგრამ თუ მარსზე სენსორისთვის 10 წლის განმავლობაში ენერგიის მიწოდება გჭირდებათ, ბირთვული ბატარეა იდეალური გადაწყვეტა. თუ აქამდე მოხვედით და ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი თუ ჯერ არ ხართ დამოწერილი, დაალაიქეთ და ჩართეთ შეტყობინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენებათ, განიხილეთ წევრობა, რათა დაგვეხმაროთ პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოხსენიებული იყოთ. გსურთ მეტი გაიგოთ იმ კურსების შესახებ, რომლებსაც გირჩევთ, დაასკანერეთ გვერდზე მოცემული QR კოდი. ან გამოიყენეთ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმული, რათა მიიღოთ წოდომა მრავალ შესაძლებლობაზე, რომლებიც დაგეხმარებათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში და თქვენს კარიერაში გამოგარჩევთ. აბა, იცნობდით ამ ტექნოლოგიას. გსმენიათ ოდესმე ბირთვულ ელემენტებზე, რომლებიც კოსმოსურ ზონდებს უკვე 40 წელზე მეტი ამარაგებს? რომელი გამოყენება გონიათ ყველაზე საინტერესო? კოსმოსის კვლევა, მედიცინა თუ გარემოს მონიტორინგი? დაწერეთ კომენტარებში, მაინტერესებს თქვენი აზრი. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რომ გააფართოვოთ თქვენი ცოდნა და დააკმაყოფილოთ თქვენი ცნობის მოყვარეობა. თუ გსურთ მხარი დაგვიჭიროთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარი და განიხილეთ არხის წევრობა. ეს იყო ინჟინერიის მოყვარულებო, დიდი მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.